ამასობაში 21 თებერვალია და პანაშვიდები გრძელდება. Visi პანაშვიდებია და მესაფლავების სრულში ვინ არის? სანამ მოყვებოდეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ლაიქები და გამოწერები კი მიდის შხულით 12000-ზე ავედი. რასაც ვერ ვიტყვი დონაციებზე, ასე რომ მეტი აქტიურობა ამ მიმართულებით. ხო, პანაშვიდები ვისია მოკლედ? ქართული ამ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ლიბერალური ოპოზიციის, ზელენსკის და მთლიანად ევროპის. ავიწყოთ ახლა სადავთ რა ხდება თითოეულ მიმართულებაზე. მოგეთ ამ ჩვენი ოპოზიციის დაკვერცხება და შიგადაში გალახვა გრძელდება, მაგრამ გალახვაზე უარესი ეფექტი აქვს ამ 5000 ლარიან ჯარიმებს. ეს საკმაოდ მტკივნეულია და გალახვაზე უარესია. ეგერ უგულაოს მეორე 5000 ლარიანი ჯარიმა არტყეს. 10000 ლარი ბევრია, არ გადავიხდიო იძახის, მაგრამ საწავა. გადააცილებს ვადას, იქ დაემატება რაღაცები, საურავები და მძლად უსაკაროდ არ დარჩეს ჩვენი გიგილო. ხო. აგრეთვე საგამოძიებო კომისიამ დაიწყო პარლამენტის მუშაობა. ვიღაცებს იბარებენ, იძახიან არ მივალთო, არა და მისვლა სავალდებულოა. ან ძალით მიიყვანენ, ან დააჯარიმებენ, ან რა ვიცი რა, სანქციები იქნება მაგაზე. ანუ შედეგების მიხედვით ვიღაცებს დაიჭერენ კიდევაც. ხო. ну თვითონ ქუჩაშიდაც უკვე ოპოზიციის მარგინალიზაციის პროცესი მიმდინარეობს სრულისვლით. ანუ მაქსიმალურად გაიბანძეს თავი და უკვე სოციალურ ქსელებშიდაც ყველა დასცინეთ. და ეს პანაშვიდები სავარაუდოდ გაგრძელდება ოქტომბრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უკვე იქნება ამათი საბოლოო დასაფლავება. და გადაიქცევიან ჩვეულებრივ შალიკოს ფანჩატურებად იქ. ნიკუტას ფანჩატური იქნება, ლელოს ფანჩატური იქნება, კახარიას ფანჩატური და ასე შემდეგ. და 2028 წლამდე ჩემი აზრით საერთოდ გავლენ პოლიტიკური სცენიდან. ეგ ორგანიზაციები თორე შეუძლებელია ხა საბაბუაძე და ფიქრია ჩეხრაძე რო ყავს და იქ რაღაცა მეზრიშვილი და ლილუაშვილი რა გესაქმება პოლიტიკაში. მით უმეტეს თვითონ თქვენს უარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე და ამით იმედი გაუცროეს თავიანთ ამორჩევებს, რომელმაც მათ ენდო მივიდა, მხარი დაუჭირა და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდათ, მაგრამ არაო. არ მივიღებთ მონაწილეობასო და ხარაკერი ჩაიტარეს, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ბუნება არ ითმის სიცარიელეს და ეს სიცარიელე რაღაც უნდა შეივსოს ახლა, პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს, ოპოზიცია საჭიროა და ახალი მოთამაშეები გაიჩნდებიან, ერთ-ერთი ესეთი უკვე გამოჩნდა, ეს არის ირაკლი ალასანია. რაღაც ინტერვიუ იყო, რომელიღაც სოციალურ ქსელში მე პრესაშიც დაიდო. ხო, საკმაოდ ისეთი ფიგურაა. ხარიზმატიული, ნაციც არ არის. მე ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ თვეების წინ მქონდა ტელეგრამზე ჩემმა გამომწერებმა იციან. მაგრამ ეხლა ეთყობა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. და თქვა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობაო და სავარაუდოდ თბილისის მერობის პოსტს უმიზნებს. და ეს სერიოზული თავისწკივილი იქნება კალაძესთვის, იმიტომ რომ კოცები თბილისში ვერ არიან, მაგრამ როგორც არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, ხო, და ესეთი სერიოზული მოწინა ოპონენტის არსებობის შემთხვევაში, ხო, პრობლემა იქნება ოცნებისთვის ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ აგათ თავისწკივილია მაგათმა მიხედვით. ხო, ზელენსკის პანაშვიდები მიდის სრულისვლით, ამერიკელები რასაც ქვია მარხავენ და არინდობენ. ტრამპის ადმინისტრაციას ცეცხლი აქვს გახსნილი და რაებს არ ეძახიან რა. ომის დაწყებასაც მაგას აბრალებენ, დიქტატორიც უწოდეს იქ, სიტყვის თავისუფლებას ახშობს იქ. ამერიკელი ჟურნალისტის კვლელობაში ადანაშაულებენ, ეს კორუფციაში რა თქმა უნდა. ძალიან გაბრაზდნენ ამერიკელები, რომ ფეხები რო გააფიჩინა ზელენსკიმ და განსაკუთრებით აი წიაღისეულის შეთანხმებაზე რო თქვა უარი და სასწრაფოდ ზელენსკის მოშორებას ითხოვა. რაღაც ინფორმაციამ გამოჟნა, დასავლური მედია წერდა, რომ ვაფშე იძახიან, რომ ეხლავე დაახვიოს, წავიდეს საფრანგეთში. რატო საფრანგეთი არ ვიცი. ხო. მოკლედ ზელენსკის რა გადაარჩენს არ ვიცი, ხა რაც არ უნდა იძახოს, რომ ხალხი მხარს მიჭერსო და რაღაცა თავისი კვლევები გამოაქვეყნოს, მაგისი არავის არ ჯერა ხა, რომ ამ სამწლიანი ომის შემდეგ და რა შედეგებიც არის, ზელენსკის ჯერ კიდე მოსახლეობის ხარდაჭერა აქვს, ეგ ცოტა რთული წარმოსადგენია.
მოუწევს არჩევნების დანიშვნა და წასვლა. თუ სწრაფად წავა და თავისინებით, შედარებით უმტკინველოდ თავისთვის და თუ არა ძალიან გაურთულებენ ამერიკელები საქმეს. გუშინ გამოაცხადეს სხვათა შორის, რომ არანაირი სამხედრო მხარდაჭერა ხო აღარ იქნება ამერიკის მხრიდან, არც იგეგმება და არც ბიუჯეტში არაფერი არ არის გათვალისწინებული. და ბაიდენის დროს დამტკიცებული რაღაც დახმარებებიც კი შეჩერდა და რიგ შემთხვევაში შეჩერდა. ეს დროებით არის თუ იმათ არის ზელენსკიზე ზეწოლის ბერკეტად არის უბრალოდ გამოყენებული გაურკვეველია. შეიძლება ისიც იყოს, ისიც იყოს. ანუ მოკლედ ზელენსკის პანაშვიდები დიდხანს არ გაგრძელდება, ვფიქრობ მაქსიმუმ 1-2 თვე და მე უკვე დასაფლავება. პოლიტიკური რა თქმა უნდა. გარდა ამისა მიდის ყველაფერი ამის ფონზე ევროპის პანაშვიდები. ტრამპაც სერიოზული ცეცხლი გაუხსნა ევროპასაც და 2 ცეცხლში არიან ახლა აქედან პუტინი, თავისი ჯარით და იმით. პრაქტიკულად ომში არიან ჩართულები რუსეთის წინააღმდეგ ევროპელები და იქიდან ტრამპი თავის სავაჭრომით, თავისი განცხადებებით იმაში სრული იგნორირებით ევროპელების აზრის უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებზე საერთოდ მიწვეულიც არ ყავს ევროპელები და როგორც ერთი ფინელი პოლიტიკოსი ძახის ახლა სამკვირიანი ვადა მოგცაო რომ ამ სამკვირაში რაღაც თქვენი წინადადებები იქნება ჩამოაყალიბოთ და რაღაცები შეიძლება გავითვალისწინო რა შეიძლება არც გავითვალისწინო. ну მოკლედ თან მიდის ლაპარაკი რომ ამერიკელმა ჯარმა შეიძლება ევროპა საერთოდ დატოვოს რა ბალტიისპირეთის და მთლიანად ევროპიდან შეიძლება გავიდნენ და ევროპის უსაფრთხოების თავდაცვის უსაფრთხოების საკითხები მთლიანად გადმოვა ევროპის კისერზე, ევროპის ფინანსებზე და ეს ძალიან გაურთულებს ევროპელებს საქმეს. ელემენტარულად არც ერთ ევროპულ ქვეყანას ნორმალური არმია არ ყავს. და ამ ახალი არმიის შექმნას და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის აღორძინებას და იმას დაჭირდება უამრავი ფული და ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, პრინციპში არ იციან რაღაც სოციალურ პროგრამებს უნდა მოაკლონ, რაც თავის მხრივ კიდე პრობლემა იქნება და მოკლედ სერიოზულ შარში არიან და ამ ფონზე ახლა ამერიკა საერთოდ ნატოდანაც თუ გავიდა, შორის გაეროდან ამერიკის გასვლაზე მიდის ლაპარაკი, რაღაც ინფორმაციამ გამოჟონა. ნატოდანაც თუ გავიდა ამერიკა და მე დაუშვათ თურქეთიც მიყვა, ხო რა რჩება საერთოდ ნატო გაუგებარია რა. ესტონეთის არმია ლატვია, ლიტვის. მოკლედ ევროპის პანაშვიდებიც მიდის რა და ეს არ იქნება ახლა მოკლე პროცესი, ეს ხანგრძლივი პროცესია, წლები გაიწევება და შეიძლება დასაფლავებამდე საქმეც არ მივიდეს, მაგრამ შეიძლება მივიდეს კიდევაც. სანამ ჩვენ ცალფეხზე თუ ღირსებით ევროპამდე მივახცევთ, შეიძლება დარი დაგვხვდეს იქ უკვე. ესეთი ამბებია მოკლედ.